ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატის სენატორის მიერ დასმულ კითხვაზე არის თუ რა გრენლანდია დანიის ნაწილი, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პასუხად განაცხადა დიახ ჯერჯერობით. სოფლიოს ყველაზე დიდი კუნძულის საკითხი კვლავ გააქტიურდა. იმის მიუხედავად, რომ ივანში ომმა ევროპისთვის ეს საკმაოდ სენსიტიური თემა ჭრილში მოაქცია. საგარეო საქმეთა კომიტეტზე გრენლანდიის სტატუსის განხილვამდე სენატორებმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს რამდენჯერმე ჰკითხეს ეთანხმებოდა თუ არა ის თეთრი სახლის ლიდერის პოზიციას და გამოთქმულ მოსაზრებებს, მათ შორის ნატოსთან დაკავშირებით, როდესაც დონალდ ტრამპმა სამხედრო ალიანსს ქაღალდის ვეფხვი უწოდა და თქვა ისიც, რომ ბლოკს არაფერი გაუკეთებია ვაშინგტონისთვის. მარკო რუბიოს განმარტებით ეთანხმება ნებისმიერი მხარის იმ ნებისმიერ პოზიციას, რომელიც პრიორიტეტულია ამერიკის ინტერესებისთვის. წარმომადგენელთა პალატის წევრთა თქმით, ნატომ კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლი სწორედ 2001 წლის 11 სექტემბრის სასტიკი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ გააქტიურა, როდესაც გადაწყდა სისტემური ბრძოლა ტერორიზმთან, როდესაც 1000-ზე მეტი ევროპელი დაიღუპა. მათივე თქმით, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ამ ბრძოლაში ყველაზე დიდი დანაკარგი დანიას აქვს, ამიტომ კოპენჰაგენთან ურთიერთობების დაძაბვა არ არის არანაირად გამართლებული ნაბიჯი. კოპენჰაგენში ორპარტიულ ვიზიტს შევუერთდი, რადგან ადმინისტრაცია, რომლის წევრიც ხართ, მიისწრაფოდა გრენლანდიის დაპყრობისკენ. დავოსში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა გრენლანდიაზე საუბრისას თქვა, მის დასაცავად საჭიროა მისი ფლობა. ბატონო მდივანო, სჭირდება თუ არა ამერიკას ფლობდეს ტერიტორიას ნატოს საზღვრებში მის დასაცავად. ახლა გრენლანდიასა და დანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გრენლანდიის გამოსაყენებლად მთელი კაცობრიობის კოლექტიური თავდაცვისთვის. ეს ანტისარაკეტო თავდაცვის საკვანძო ასპექტია და სწორედ ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ფიქრობ, ახლა ყველაფერი კარგად არის. არ მინდა გავცე ის ინფორმაცია, რაც ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ხელს შეუშლის. არ გეკითხებით იმაზე, მივიღებთ თუ არა მეტ ზომას გრენლანდიაში კოლექტიური თავდაცვისთვის. ვფიქრობ, ყველა მათ შორის დანია და გრენლანდიელები ამ მიზანს ვემსახურებით. მაგრამ სჭირდება თუ არა ამერიკას ფლობდეს მიწას ნატოს საზღვრებში ამ მიწის დასაცავად. სწორედ ეს თქვა პრეზიდენტმა და ეს იქცა იმ განცხადებების გამართლებად, რაც გაკეთდა გასული თვეების განმავლობაში. პრეზიდენტი თვლის, რომ უფრო მარტივია ტერიტორიის დაცვა, როდესაც მას სრულად აკონტროლებ. ყოველთვიურ მოლაპარაკებებს მართავთ როგორც დანიასთან, ისე გრენლანდიასთან. ფიქრობ, რაღაც მომენტში ამ საკითხზე კარგი ამბები გვექნება. ამას ისე აღვიქვამ, რომ თქვენ სიტყვით არ ეთანხმებით ამერიკის პრეზიდენტს და მინდა დავაზუსტო ეს. მას ეს არ უთქვამს, მან თქვა, რომ დასაცავად აუცილებელია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. თავის თავში ეს ძირს უთხრის ნატოს მეხუთე მუხლის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში მათ ერთ ან რამდენიმე წევრზე შეიარაღებული თავდასხმა განიხილება, როგორც თავდასხმა ყველაზე და თუ ასეთი რამ მოხდა, თითოეული მათგანი გაუწევს დახმარებას დაზარალებულ მხარეს ან მხარეებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ნატო და მის საზღვრებს მიღმა მყოფ მოკავშირეებს, ასევე ვლადიმერ პუტინს, რომელიც შესაძლოა უსმენდეს ამ სიტყვებს, შეგიძლიათ მკაფიოდ განუცხადოთ, რომ ნატოს მოკავშირეზე თავდასხმის შემთხვევაში გამოყენებული იქნება მეხუთე მუხლი და რომ მას დავიცავთ. ამერიკა ისევ არის ნატოს ალიანსის წევრი და ამ საკითხის განსახილველად თურქეთშიც ვიქნებით. თავად პრეზიდენტი მონაწილეობს ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე. ჩვენ კვლავ ვართ ნატოში, მაგრამ ნატოს ძირეული ცვლილებები სჭირდება, რაც პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა. ის ძალიან იმედგაცრუებულია ნატოთი. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რამდენჯერმე ხაზგასმით გაიმეორა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს ნატოდან გამოსვლას, რაც ერთი მხრივ შესაძლოა დამშვიდების საფუძველი გახდეს ევროპელი მოკავშირეებისთვის, თუმცა რუბიოს ვეთქვით, ვაშინგტონი არ აპირებს უკან დახევას სამხედრო ალიანსის ძირეული რეფორმების მოთხოვნების მხრივ. ცნობილია, რომ დონალდ ტრამპის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია ნატოელი მოკავშირეების უარმა გაეწია დახმარება ირანში სამხედრო ოპერაციის ჩატარებაში. მოკავშირეთა შორის ყველაზე განაწყენებული თეთრი სახლის ლიდერი ესპანეთისა და იტალიისადმი აღმოჩნდა, რადგან მათ ბაზებიც არ დაუთმეს ვაშინგტონს სამხედრო მიზნებისთვის.